სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის აღდგომიდან მესამე კვირა და ყოველთვის ამ დღეს არის ხსენება წმინდათა მენელსაცხებლეთა დედათა. თქვენ იცით, ვინც სახარებას კითხულობთ, რომ მენელსაცხებლე დედები მაცხოვარს დაყვებოდნენ და მაცხოვარს ემსახურებოდნენ. და აი სწორედ მენელსაცხებლე დედები არიან, ვინც პირველად მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან, როგორც სახარება გვამცნობს. იყიდეს ნასაცხებელი, ეს არის კვირა დილა, როგორც სახარება მოიხსენებს, ეს არის ერთ შაბათი, სახარებაში ერთ შაბათი ეწოდება კვირას და იყიდეს ნასაცხებელი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ, როგორც იუდაური დაკრძალვის წესი იყო და გზაში თქვენ იცით, რომ ფიქრობდნენ, რომ ვინ გადაუგორებდა იმ ლოდს, რომელიც საფლავის კართან იყო დადებული და ნახეს ეს ლოდი გადაგორებული და შიგნით ანგელოზი იხილეს, რომელმაც უთხრა, რომ რომელთაც შეეშინდათ, მენელსაცხებლე დედებს შეეშინდათ, ანგელოზი ეუბნება, ნუ გეშინიათო, თქვენო იესოს ეძებთო, ნაზარეველსო, ისო არ არისო აქ, აღსდგაო. სხვა მახარებელი ამბობს, რომ ანგელოზმა ესეც უთხრა, რატომ ეძებთო ცოცხალსო მკვდართა შორის, ანუ საფლავში რატო ეძებთ ცოცხალს? და უთხრა, რომ წადით გალილეაში, როგორც გითხრათ უფალმა თავად და იქ შეხვდებით მას, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და უშუალოდ მარკოს მახარებელი სხვა მახარებელებთან განსხვავებით, თქვენ იცით, რომ ეს სახარებები ყველა ერთმანეთს ავსებს და ერთია საერთოდ სახარება, ერთი მთლიანია ეს სახარება, 4 მახარებელის მიერ აღწერილი. აი მარკოზი ამატებს იმას, რასაც სხვა მახარებლები არ ამბობენ. ამბობს, რომ წადით, უთხარით მოციქულებს და პეტრეს. აი ხაზი აქვს გასმული, რომ პეტრესაც უთხარით. სხვათა შორის მახარებელი მარკოზი სწორედ პეტრე მოციქულის მოწაფე იყო და მისგან შეიტყო ბევრი რამ და ასე დაწერა, როგორც გარდამოცემა ამბობს სახარება. რატოა მაინც და მაინც პეტრე მოციქულზე ხაზი გასმული, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, ესე იგი, რომ პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი, როგორც მაცხოვარმა უწინასწარმეტყველა, სანამ ამალი იყივლებს, სამჯერ უარყოფო. და ეხლა რომელიმე ჩვენგანმა რო შევძლოთ რაღაცნაირად მაინც, რომ წარმოვიდგინოთ პეტრე მოციქულის ადგილზე ჩვენი თავი. და ეუბნება ანგელოზი, რომ წადით. ანგელოზი ვინ არის? მაცნია, ღვთის სიტყვა მოაქვს ჩვენამდე. ესე იგი, ეს ღვთისგან იყო, რაც ანგელოზმა თქვა, წადით და მოციქულებს უთხარით, რომ გალილეაში შევხვდები. დიდი ალბათობით ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ჩვენ აღარ ვიგულისხმებით ამ მოციქულებში. იმიტომ რომ მე უღალატ მას. ან რომც ვიგულისხმებოდა, მე როგორ უნდა მივიდე. აი, რომელიც ჩვენგანი გაბედავდა და მაინც მივიდოდა, ხო, რაღაცნაირად უფალმაც ხო იცოდა პეტრე მოციქულის გულში რა ხდებოდა. ამიტომაც არის აქ ხაზგასმული. წადით და მოციქულებს და პეტრეს უთხარით. ახლა პეტრეც ხო მოციქულებში იყო, რო ეთქვა, რომ მოციქულებს უთხარით, განა თავისთავად პეტრე არ იგულისხმებოდა. იგულისხმებოდა, მაგრამ პეტრეს ექნებოდა შინაგანად ეს სიმძიმე. და დიდი ალბათობით შეიძლება ვერც მისულიყო. ამიტომაც ხაზი აქვს ამას გასმული, რომ პეტრე მოციქულსაც მოუწოდებს და ისიც უნდა მივიდეს მაცხოვართან შესახვედრად და საერთოდ პეტრე მოციქული არ ვიცი, აი რა საოცარი და დიდი სიყვარული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ აი მის შემდეგაც კი რაც პეტრე მოციქულმა გააკეთა, რომ სამჯერ უარყო ქრისტე და როდესაც
ტბასთან გამოეცხადება მაცხოვარი გალილეის ტბასთან. ეკითხება რომ გიყვარვა რომ ამათზე მეტათო? და კი უფალო მიყვარხარ. აი როგორი გულწრფელია და როგორ მართლაც უყვარს ესე იგი. რომ არ ყვარებოდა, ვერც მივიდოდა და ვერც ეთყოდა რომ მიყვარხარ. არამედ ეუბნება, იო უფალო, შენ იცი რომ მიყვარხარ. თან ამას ეუბნება, შენ იცი რომ მიყვარხარ. სამჯერ კითხა უფალმა, გიყვარვა? თან კი არ ეუბნება, ეკითხება, დააკვირდით რომ კი არ ეკითხება, გიყვარვა რომ? ეკითხება, გიყვარვა ამათზე მეტათო? და კიო მიყვარხარ. ეს საოცარი რამეა, რაც აქ ხდება. აი ეს პეტრე მოციქულის შინაგანი მდგომარეობაა საოცარი, რომ მან უსიყვარულობით კი არ გააკეთა, რომ უფალი უარყო და ვერ თქვა, რომ მე მასთან ერთად ვარ. არამედ აქცანს ადამიანური უძლურება. როგორც არ უნდა გიყვარდეს, მხოლოდ ადამიანური ძალებით ვერ გააკეთებ იმას, რაც საჭირო. მაგრამ ჩვენ ხედავთ სულთმოფენობის შემდგომ პეტრე მოციქული არამც თუ ერთი ადამიანის წინაშე შის აღარ ავლენს, არამედ ათასობით ადამიანის წინაშე არა მარტო იმას ამბობს, რომ ქრისტეს მოწაფეა, არამედ ამხილებს კიდეც მათ ქრისტეს კვლელობაში და ამხილებასთან ერთად მოუწოდებს კიდეც სინანულისგან, რომ თქვენ თუ შეინანებთ, მაშინ გადარჩებით. და აი ამ ქადაგებამ 5000 და მეორე ჯერზე 3000 ადამიანის გულამდე მიაღწია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 3000 ადამიანის გული. ეხლა ეს როგორი ადამიანები არიან, წარმოიდგინეთ, აი მაცხოვარი რო ეუბნება, მე თქვენ გზავნით ცხოვრებს მგელთა შორის. აი მგელი რო ცხარი რო წავიდეს მგლებთან საქადაგებლად და ისეთი რამე უთხრას, რომ 5000 მგელი რო მოაბრუნოს და 9 გახდომა ინებოს. წარმოიდგინეთ, ეს პატარა ამბავი კი არ არის. 9 გახდომა რო ისურვოს 5000-მა მგელმა და ამ ცხარს არამც თუ არ ეშინოდეს მგლების, არამედ ამხილებდეს იმ მგლებს ცხრების დახოცვაში და წემსის მოკლაში. აი ესეთი რაღაცა რომ მოხდეს. იმიტომაც საოცარი ადამიანია საერთოდ პეტრე მოციქული და ის რომ მართლაც უყვარდა ქრისტე, მისი შემდგომი თავგანწირული ცხოვრებიდან ჩანს. და საბოლოოდ ის მოწამეობრივად აღესრულა ჯარზე. ისი ჯარზე გააკრეს. ოღონდ მისი თხოვნისამებრ თავდაყირა გააკრეს ჯარზე, რომ არა ვარ ვისი, რომ როგორც ჩემი მოძღვარი გააკარით ჯარზე, მე ისე გავაკრავ. თუმცა დღევანდელ დღეს უფრო სხვა არის სასაუბრო. უშუალოდ მენასაცხებლე დედების გმირობა არის აღსანიშნავი. მაშინ, როდესაც მოციქულები გაიფანტნენ შიშისაგან, ესეც უნდა ვთქვათ, სახარება არ მალავს იმას, თუ ვინმეს რამე შეცდომა მოუვიდა. წმინდა წერილი არ მალავს. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ იმას შეცდომა მოსდის, იმას ამბობს, რომ ეს შეცდომა აქ მომხდარია. იცით რატო ამბობს, რომ ქრისტიანობა არ არის, რომ არ დაეცე ადამიანი. ქრისტიანობა არის, რომ დაეცემ, შენ შეგიძლია, რომ წამოდგე და ისე უერთგულო ქრისტეს. აი ეს არის ქრისტიანობა. რამდენჯერ ყოფილა წმინდა მამასთან მისულა ადამიანი და ეუბნება, დაი დავით, მაგალითად წმინდა სისოი დიდი ცხოვრებიდან არის, დიდი წმინდანი. მივიდა მისი მოწაფე და მამაო დავეციო და რა ვქნაო, წამოდექიო ისევ. წამოდექიო და ისევ დავეციო და ისევ წამოდექიო. ანუ როგორც ჩანს, მივიდა ისეთი ადამიანი, რომელიც არაერთხელ დაცემულა რაღაცა მძიმე ცოდვით, როგორც ჩანს, მათი საუბრიდან. თორე აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ აი რაღაცა გამეფიქრა, რაღაცა ცოდვით დაეცა. და კიდევ წამოვდექიო და კიდევ რა გავაკეთო, კიდევ დავეციო და როდემდე გავაკეთო ასე, მოწაფე ეკითხება. და იქამდე ვიდრე ან მონანულს და ან ცოდვილს არ გაგიხმობენ ამ წუთის ოფლიდან. ანუ როდემდე, ბოლომდე. და ქრისტიანობა სწორედ ეგ არის, რამდენჯერაც დაეცემ, იმდენჯერ გქონდეს სურვილი წამოდგომისა. ამიტომაც სახარება, ესე რომ ვთქვათ,
შეგვაგულიანებს და გვეუბნება, რომ სხვებიც დაცემულა, დიდებიც დაცემულა. მაგრამ ვიღაცა აღარ წამოდგა. და ვინც წამოდგა, ის შეიძლება ძალიან დიდ მწვერვალზეც კი ავიდა სულიერების. და ესეთი იყო პეტრე მოციქული. იუდასაც შეეძლო რომ წამოდგარიყო. აი წმინდა მამები რა საოცარია ასეთ რამეს ამბობენ. იუდას რომ შეენანებინა, ანუ იმგვარათვე როგორც პეტრე მოციქულმა შეინანა, უფალი მასაც მოციქულთა თავად დაადგენდა. და ვინ არიან მოციქულთა თავად? ერთი პეტრე მოციქული, რომელმაც უარყო ქრისტე, მაგრამ შემდეგ შეინანა და გულხურვალე ხადაგებელი შეიქმნა. და მეორე მოციქული პავლე, რომელიც დევნიდა საერთოდ ქრისტიანებს. აი ჩვენ რომ და ჩვენ ახლა იმდანაც არა ასაკით პატარები ვართ, ჩვენს აი პაპებს და კიდევ უფრო წინ აი კომუნისტური ათეისტური რეჟიმი, ვისაც თავის თავზე გამოუცდია, ის შეიძლება მოგონილი ყოფილიყო იმასთან შედარებით, რასაც პავლე მოციქული აკეთებდა, როგორც ის ექცეოდა ქრისტიანებს. და აი ესეთი კაცი არის მოციქულთა თავი, რადგან მან ის გულწრფელი იყო. იმას კიდე სხვა პრობლემა ჰქონდა, ანუ იმან კი არ უარყო ქრისტე. იმან როდესაც გაიგო, რომ ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი, ანუ იერუსალიმიდან დამასკოში მიდის, რომ ქრისტიანები დევნოს და გზაში უფალი ეცხადება და ეუბნება, რატომ დევნიო? თან მიმართავს არა საულეთი, რომელიც საულე ერქვა, არამედ საული რა ისამ დევნი მე. საული იყო პირველი მეფე ისრაელისა, რომელიც მეფე დავითს დევნიდა. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა რჯულში გაწაფულმა მოციქულმა პავლემ და ესე იგი მიხვდა, რომ რაღაცაშია საქმე, ესე იგი მას რომ მეგონა, რომ ქრისტიანთა დევნით მამა პაპის რჯულს იცავდა, თურმე აღმოჩნდა პირიქით და ეს რომ გააცნობიერა, აი მაშინვე ქრისტეს გულხურვალე ქადაგებელი გახდა. და ეს ორი დაადგინა უფალმა მოციქულთა თავად. ახლა კითხვა რომ დავსვათ, რატომ დაადგენდა იუდას მოციქულთა თავად? რადგან მასაც ექნებოდა დაცემის გამოცდილება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გახსოვთ, აი როდესაც მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეა ხოლმე, იკითხება სახარება, სადაც ერთ-ერთი ცოდვილი დედაკაცი მოდის მაცხოვართან, მაცხოვარი მაშინ იმყოფება სიმონ ფარისევლის სახლში და ფეხზე ეამბორება, ცრემლით ფეხებს უსვალებს, თმებით უმშრალებს, ძვირფას ნოსაცხებებს ცხებს და ეს ფარისეველი ფიქრობს, რომ ეს რო წინასწარმეტყველი იყოს, მიხვდებოდა როგორი დედაკაცი ეხება მის ფეხებსო და რა უთხრა მაცხოვარმა, რა მაგალითი მოუყანა. ერთ კაცს ორი მევალე ყავდაო, ერთს 500 ემართა, ერთს 50 და რადგან არც ერთს არ ქონდა, ორივე საპატიავდა. ვის უფრო მეტად ეყარებაო? და სიმონმა უთხრა, ვისაც 500 აპატიავ. ხო და აი შეხედე, მე შემოვედიო და შენ წყალიც არ მომეციო, არ მეამბორეო, ზეთი არ მცხეო. ეს ხალი კიდე რომ შემოვიდაო, ძვირფასი ნოსაცხებელი მცხო, თავისი ცრემლით წყალი კი არა, ცრემლით დამბანა ფეხიო, თმებით შეამშრა. ამიტომ გეტყვიო, რომ ამას მეტი მიეტევაო, რადგან მეტი შეიყვარავ და დაცემის გამოცდილება ვისაც აქვს, ჩანს ეკლესიის ცხოვრებიდან, რომ მათ უფრო მეტად შეიყვარვის მერე ქრისტე. იგივე მოსე შავი, იგივე მარიამ მეგვიპტელი. წარმოედგინეთ, მთელი 3 ათეული წელი და კიდევ უფრო მეტი, აი ესე უდაბნოში 3 ყური სამარა მიდის. წარმოედგინეთ, ახლა რომელი ადამიანი იტყვის, რომ მე შევძლებდი მაგას. მან იმიტომ შეძლო, რომ მან შეიყვარა უფალი. და იუდასაც რომ შეენანებინა, ექნებოდა რა დაცემის ეს გამოცდილება, ისიც მრავალი ადამიანის მოგეშად იქნებოდა. ამიტომაც აი სახარება შეგვაგულიანებს და გვეუბნება, რომ მოგეშინია თუ წამოდგომა გინდა, შეგიძლია რომ წამოდგე. ის რაც აქამდე მოხდა, არ შეგიშლის ხელს იმაში, რომ წინ წახვიდე და სული გადაირჩი. არ შეგიშლის ეგ ხელს. შეგვიშლის რა? წამოდგომის სურვილი თუ არ გვექნება, აი ეს შეგვიშლის.
თორე მაგალითები ბევრია, რომ წარმომდგარა და სული გადარჩენილი. მაგრამ იმის მაგალითებიც არის სამწუხაროდ 50-60 წელი უღაწიათ მამებს და დაღუპულა. ამიტომ რასაც აკეთებ ადამიანი, სიმდაბლით უნდა აკეთო და სიყვარულით. ეს მენელსაცხებლე დედები წარმოიდგინეთ, როდესაც მოციქულები გაიფანტნენ, მაშინ მიდია სწორედ მაცხოვრის საფლავთან, არ უშინდებიან იმ გარემოებას, რაც არსებობს. და მიდია რომ თავის საყვარელ მოძღვარს მოემსახურონ და რაც წესია მიცვალებულისთვის ის გააკეთონ. მენელსაცხებლე დედების თაყვანისცემა გამოიხატება მათდამი მიბაძვაში. მათდამი მიბაძვა დღეს 21 საუკუნეში როგორ უნდა მოხდეს. ნახეთ, ისინი ემსახურებიან ქრისტეს, მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან რთულია და საძნელოა და საშიშია. და დღესაც მადილოსანი თუ ეცდება, რომ ქრისტეს მცნებების აღმასრულებელი იყოს, მიუხედავად ყველაფრისა, აი ეს იქნება სწორედ მენელსაცხებლე დედა. ემსახუროს ქრისტეს მისი მცნებების აღსრულებით. ვიღაცას მონაზნობა გადაუწყვეტია და მონასტერში ცხოვრობს. ვიღაც ერში ცხოვრობს, ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ ის არ იქნება ნაკლები ღვთის წინაშე. თუ თავისი ქორწინებით ჯეროვნად ისარგებლებს და ოჯახში ღვთისმოშიშებით იცხოვრობს. ესეც მენელსაცხებლე დედა იქნება. ვიღაცა ტაძარს ემსახურება სხვადასხვა ფორმით, ესე იგი, ესეც მენელსაცხებლე დედა იქნება. ოღონდ აქ თავარის კი არ არის გარეგნული ნიშნით ვინ რას აკეთებს, არამედ შინაგანი მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანი. რომ რისთვის აკეთებს ადამიანი ამას, რომ ქრისტეს მცნება აღასრულოს, თუ რომ სხვას გადაასწროს რაღაცით, სხვაზე უკეთესად წარმოჩნდეს. მენელსაცხებლე დედებს შინაგანად ძალას მატებდა მათი მოტივაცია. მათი მოტივაცია რომ არასწორი ყოფილიყო, ვიღაცამ დაგვინახოს, რომ ეხლა ჩვენ ასე გაბედულად მივდივართ. სიმამაცე სწორედ რწმენიდან იშობა და არა ამპარტავნებისგან. რწმენიდან იშობა სიმამაცე და აი ეს რწმენა ჰქონდათ, აი ეს სიმდაბლე გააჩნდათ და სიყვარული და ამიტომაც მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან. და რაც მათთვის შეუძლებელი იყო იმ ლოდის გადაგორება, ის ღმერთმა გააკეთა. და ადამიანი, რასაც თვითონ რომ შეუძლია და იმას არ დაიზარებს და აკეთებს, აღმოაჩენს, რომ ის რაც მას არ შეეძლო, იმას ღმერთი გააკეთებს. და ჩვენ ყველაზე მეტი მისაბაძე რატო არის მაგალითად, რომ დღევანდელ დღეს არის ხსენება წმინდა მეფე თამარისა. დღეს არ არის არც მისი გარდაცვალების დღე, არც რაიმე, რაც მას უშუალოდ ესე დაუკავშირდებოდა ისტორიულად. მაგრამ ისიც მენელსაცხებლე დედათა შორის იხსენიება. ესე იგი, ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გავიდეს დრო და რომელიმე დღევანდელი მანდილოსანიც მენელსაცხებლე დედათა შორის შეიძლება ასე არ მოიხსენიებოდეს, მაგრამ ის მენელსაცხებლე დედათა რიგებში იყოს თავისი ცხოვრების წესით ღვთის წინაშე. მოიხსენიებოდეს რატო თქვი, არ მოიხსენიებოდეს რატო თქვი. შეიძლება არ ჩანდეს ესე ზედაპირზე მისი ცხოვრება, ის მეფე იყო და ჩანდა, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ოჯახური ცხოვრებით ისე განიწმინდოს ადამიანმა სული, იმ მონასტრული ცხოვრებით შეიძლება ისე განიწმინდოს სული, რომ სწორედაც რომ მენელსაცხებლე დედათა სადარი ღვაწლი ქონდეს. აი ამაშია საქმე. იმიტომ რომ იესო ქრისტე მაშინ ხო არ იყო მარტო. იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდეო, წმინდა წერილი ამბობს. და თუ შეიძლებოდა რომ პირველ საუკუნეში ემსახურა ადამიანს ქრისტესთვის, დღესაც შეიძლება იგივე გააკეთოს. დღესაც შეიძლება ის გვირგვინი მიიღოს ქრისტესგან, რაც მენელსაცხებლე დედებმა მიიღეს. დღეს ასევე არის, მე მინდა აღვნიშნო, წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღე არის.
აი ესეც ქრისტეს სიყვარულისთვის და თავისი ერის სიყვარულისთვის არ შეუშინდა იმის თქმას, რაც თქვა და მისი აღსასრულით შემდეგ ამას მოყვა, მისი მოწამეობრივი აღსასრული. თქვენ იცით, რომ 1811 წლიდან 1811 წელს ჯერ კიდევ ქართველი ეგზარქოსი იყო 1817 წლიდან, როდესაც დაიწყო 100 წლიანი ეგზარქოსობის პერიოდი საქართველოში მაშინ პატრიარქი აღარ იყო. გიორგიევსკის ტრაქტატის შემდგომ საქართველოს პატრიარქი მერვე წევრად ითვლებოდა რუსეთის ეკლესიის სინოდში და ეს არის მე-19 საუკუნის 80-იანი წლები, როდესაც თბილისში სასულიერო სასწავლებელში ქართველმა სტუდენტმა ლაღიაშვილმა, თუ არა ვცდები იოსები ერქვა, არ მახსოვს, მოკლა ამ სასწავლებლის რექტორი ჩუძეცკი გვარად და ეგზარქოსმა ალექსანდრე ნეველის ტაძარში დასწყევლა ის ერი, რომელმაც შობა ეს ლაღიაშვილი. ანუ დასწყევლა ის ერი, რომლის მამამთავარიც თავად გახდათ. ანუ ესე იგი რა გამოდის? იმას მამობა უნდა გაეწია ერისთვის. და ეს მამა თუ წევლის თავის შვილებს, მაშინ ეგეთი მამა აღარ უნდა იყოს იმ ერის წყებსთავარი. ეს თქვა დიმიტრი ყიფიანი. ამაში ამხილა. და სწორედ ამის გამო იქნა გადასახლებული დიმიტრი ყიფიანი საქართველოდან და იმ გადასახლებაში მყოფი მიგზავნილმა მკვლელმა მოკლა იქ. ამას მერე მთელი ამბები მოყვა და ეს ეგზარქოსი მართლაც გაიწვიეს მერე საქართველოდან და იმ მკვლელობასაც, იმ ჩუძეცკის მკვლელობასაც თავისი ჰქონდა წინაპირობები, ესე 60 წმენდილზე არც ის არ მოხდა, არც ლაღიაშვილს არ მოუკლავს. ეს ამას თავისი ისტორია აქვს, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ. ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი. აი ამ კაცმა კიდე გააკეთა ის, რომ რაც სათქმელი იყო მის მიერ, აი სწორედ ის თქვა, რომ დაიცვა თავისი ერი და თავისი ერის სიყვარულს შეეწირა. და ქრისტეს სიყვარულს შეეწირა და სწორედ ამიტომაც არის ის სამშობლოსათვის წამებული, წმინდა დიმიტრი ყიფიანი. და აი ესეთი ადამიანები არიან კიდე, ვინც ბაძავენ იმ პირველ საუკუნეში მყოფ ქრისტეს ერთგულ ადამიანებს. ანუ დღესაც შეიძლება რომ ადამიანი ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობდეს. მე ამისი თქმა მინდა, ის კი არა რომ პირველ საუკუნეში იყო მხოლოდ რაღაც. ყველა საუკუნეში იყო ქრისტეს ერთგული ადამიანი და მათ შორის დღესაც. და უამრავი შეიძლება საერთოდ არ ჩანს. აი, როდესაც ელია თესბიტელს დევნიდნენ, ის შეწუხებული შერჩიოდა უფალს, უფალო, შენი წინასწარმეტყველები დახოცესო, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. მე ერთიღა დავრჩიო და ჩემ სულსაც ეძებენ მოსაკლავად. ეს მეფე აქაბის დრო იყო, მეფე აქაბს ცოლი ყავდა, წარმართი იეზაბელი და ამ ცოლის მიერ შემოტანილი იქნა ამ ქვეყანაში კერპები, ბაალის კერპი და სწორედ აი ამ ბაალის კერპის მსახურების გავრცელების გამო დახოცეს წინასწარმეტყველები და სანუგეშო რა იყო, ელიას ეუბნება უფალი. შენ ნუგეშინია, უკვე ტექსტი ეს არის. მე ჩემთვისო 7000 კაცი მყავს შემონახულიო, რომელსაც ბაალის კერპისთვის ქედი არ მოუხრია და თაყვანი არ უციაო. ანუ ამითი რა ჩანს? იქ სადაც ელია ფიქრობდა, რომ მხოლოდ მე გადავრჩი და არავინ აღარ არის ღვთისმოშიში, აღმოჩნდა 7000 კაცი. და იქ სადაც შეიძლება დღეს ადამიანი ფიქრობს, რომ დღეს შეიძლება არ იყოს ისეთი ერთგული ქრისტეს, შეიძლება 7 კი არა, უფრო მეტი 1000 იყოს ასეთი. და პატრიარქის გარდაცვალებამ სწორედ ესეც გამოაჩინა. ასეც გამოაჩინა. რამდენი ადამიანი მივიდა პატრიარქის ბოლო გზაზე გასაცილებლად. შეიძლება რაღაცა დროს ეს არ ჩანს, მაგრამ როცა საჭიროა, ადამიანი იმას გამოაჩენს, რაც არის ღვთის მიერ.
შეგვეციოს წმინდა მენასაცხებლე დედათა მეუღებადი, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. ქრისტე აღსდგა.